გამარჯობა, მე ვარ იაშკა, ისწავლე ენის ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში მე თქვენ გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ საიტზე დღეს დამატებული სიახლეები. ამას ანანაირი სკრიპტი არ ჭირდება და სკრიპტი არ მომთხოვოთ კომენტარებში. ესე შევიდეთ სამართო პანელში. შემდეგ აქ შევიდეთ informers. შემდეგ მივცეთ create informer და დავარქვათ სახელი ნებისმიერი რამ. აქ მივდიდოთ site news. აქ რამდენი სიახლე გვინდა რომ გამოჩნდეს, ვთქვათ 30. აქ ამას ვაძლევთ entries და აქ entry to აქ ერთი დავტოვებთ და უდიდებთ ამას. შემდეგ აქ წერთ დღეს წერტი სიახლე არ დამატებულა. თქვა და ეს ტექსტი. შემდეგ ვაწვევით create და შევდივართ აქ. შემდეგ ვნიშნოთ ამას. მაგრამ რომ არ მოვნიშნოთ ეს და ისე რომ გავაკეთოთ იმას გასწავლით. მოვნიშნოთ ეს my-info-ი. შევიდეთ site page-ში. და ჩავწეროთ ნებისმიერ ადგილზე. თქვა და აქ. და დავწერთ ჩასევას. ახლა მოდი შევამოწმოთ. როგორც ხედავთ, არ დამატებულა საჩვენებს. ახლა დავამატოთ სიახლე და ვნახოთ. ეს მეორე დიზაინი მაქვს გაკეთებული და არ გეგონოთ რომ ეს სხვა დიზაინზე გადადის. წინა ვიდეოში გავაკეთე. როგორც ნახეთ ესე და დავჭიროთ დამატებას. ახლა კი ნახოთ. შევამოწმოთ. როგორც ხედავთ, ამის ნაცვლად წერია my-info-ი. თქვენთან აუცილებლად დაეწერება, მოგონთ რამოდენიმე წუთი ჭირდება საიტს გადატვირთვის და შემდეგ დაეწერება აუცილებლად, ხოლო ყოველ დღე რომ 5-6 სიახლეს დაამატებთ, შემდეგ აღარ გაუჭირდება და თავისუფლად გამოჩნდება ყოველ წამს. მადლობთ, ამ ვიდეო კურსი დასრულდა და თუ რამე ვერ გაიგეთ, დაწერეთ კომენტარი.